დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით 5 წარმოუდგენელ ფაქტზე ოპერაციების და ქირურგიის შესახებ. სანამ ამ ყველაფერზე ლაპარაკს დავიწყებთ, კი ჩემი დიდი თხოვნა იქნება დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. იცოდით, რომ ზოგიერთი თავის ტვინზე ჩატარებული პროცედურის განმავლობაში შეიძლება პაციენტს ეღვიძოს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ჩანს. როგორ შეიძლება ეღვიძოს? ტკივილი მაინც არ აწუხებს? არა, ტკივილი არ აწუხებს, რადგან თავის ტვინის ქსოვილი უშუალოდ არის ტკივილის რეცეპტორებისგან, ანუ ნოციცეპტორებისგან თავისუფალი. შესაბამისად, ნებისმიერი манипуляცია უშუალოდ თავის ტვინის ქსოვილზე ჩვენთვის არის უტკივნეულო. ამიტომ ასეთი ოპერაციების დროს, მაგალითად, როგორიც არის ტვინის ღრმა სტიმულაცია, ესეთი პროცედურა კეთდება მაგალითად ესენციური ტრემორის თერაპიის დროს, ან პარკინსონის დაავადების კონტროლისთვის რაღაც ეტაპზე, როცა მედიკამენტოზური მკურნალობა აღარ შველის პარკინსონით დაავადებულ ადამიანს. ამ დროს უშუალოდ პაციენტს ღვიძავს და ეს მნიშვნელოვანია ქირურგისთვის, იმიტომ რომ როდესაც ის გააკეთებს კონკრეტული არის სტიმულირებას თავის ტვინში, მან უნდა იცოდეს ეს როგორ გავლენას მოახდენს პაციენტზე და აქედან გამომდინარე ის მიხვდება სწორ რეგიონშია თავის ტვინის თუ არა. მეორე ფაქტი ეხება ტრანსპლანტაციას და კონკრეტულად თირკმლის ტრანსპლანტაციას. იცოდით, რომ თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ადამიანს აქვს ორის ნაცვლად 3 თირკმელი. ანუ რეციპიენტს, რომელიც იღებს დონორისგან თირკმელს, მას უბრალოდ თირკმელს უმატებენ ორგანიზმში და იმ თირკმელს, რომელიც ფუნქციურად არის დაზიანებული, ტოვებენ ამ ადამიანის ორგანიზმში. და ამის შემდეგ მისი ანატომია გამოიყურება ესე 3 თირკმლით, რომლიდანაც ერთი ყველაზე ფუნქციურად უფრო იტვირთება, ახალგადანერგილი თირკმელი, რადგან ის უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ორი დანარჩენი. ის თირკმელები კი, რომელთაც უკმარისობა ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ, ამ ახალი თირკმლით აკომპენსირებენ თავის ფუნქციას. მესამე დაუჯერებელი ფაქტი ისევ თავის ტვინს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას ეხება. იცოდით, რომ თავის ტვინზე შეიძლება ჩატარდეს კონკრეტული манипуляციები ერთი ჩხვლეტით, კონკრეტულად ბარძაყის არტერიიდან კათეტერით ექიმები შედიან და მაგალითად ანევრიზმის ქოილინგს, ანუ დახშობას თავის ტვინის სისხლძარღვებში ახორციელებენ ერთი ჩხვლეტით. როდესაც ამ ტიპის პროცედურას ყველა შემთხვევაში ადრე ჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა, ტრეპანაცია, ანუ თავის ქალის გავლით უშუალოდ ტვინის ქსოვილში იმ სისხლძარღვის პოვნა, რომელსაც ჰქონდა ეს ანევრიზმა და შემდგომ მასზე კლიპის დადება, ეხლა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ამ ყველაფრის მინიმალ ინვაზიურად მკურნალობა. ეს ტექნიკა გამოიყენება ასევე მაგალითად იშემიური ინსულტის დროს, როდესაც კონკრეტული სისხლძარღვი არის ბლოკირებული, მაშინაც შეუძლიათ ექიმებს ზუსტად ამ ტექნიკით ბარძაყის არტერიიდან მივიდნენ, რა თქმა უნდა, რადიოლოგიური კონტროლის დახმარებით უშუალოდ იმ სეგმენტში, რომელიც ბლოკირებულია და გაანთავისუფლონ სისხლძარღვის სანათური. მეოთხე ფაქტი არის ამათგან ჩემთვის ყველაზე დაუჯერებელი, რადგან დაახლოებით 80 საუკუნის წინაც კი კეთდებოდა ოპერაციები და მათ შორის ტრეპანაციები, ანუ თავის ქალით გავლით ოპერაციები თავის ტვინზე. ეს არქეოლოგიური მასალა ნაპოვნია არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ პორტუგალიაში, უკრაინასა და სამხრეთ აფრიკაში. მსგავს თავის ქალებს ეტყობათ უშუალოდ манипуляციის შედეგი ამ ტრეპანაციით, ანუ გაბურღული თავის ქალის შედეგი. და ეს ყველაფერი სრულიად წარმოუდგენელია, რადგან მაშინ ნორმალურად ანესთეზიაც კი არ არსებობდა. სავარაუდოდ შეიძლება არსებობდა კიდეც და კარგად განვითარებულებიც იყვნენ, ეს რა თქმა უნდა დეტალურად არ ვიცით, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ მაშინ ისეთი ანესთეზია და ისეთი მენეჯმენტი საოპერაციოში, როგორც დღესდღეობით არსებობს, არ არსებობდა. იმ პირობებში მსგავსი ინვაზიური პროცედურების ჩატარება კი წარმოუდგენლად რთულია და პირველ რიგში პაციენტისთვის წარმოუდგენლად საფრთხის შემცველი. დღეისთვის ბოლო დაუჯერებელი ფაქტი ქირურგიიდან არის ის, რომ არსებობს ადამიანი და არა მხოლოდ ერთი, რომელმაც თავის თავზე ჩაიტარა ოპერაცია. კონკრეტულად დღეს მოგიყვებით ლეონიდ როგოზოვზე, რომელიც იყო ანტარქტიდაში კონკრეტული მისიით წასული და ამ ექსპედიციურ ჯგუფში მხოლოდ ის იყო სამწუხაროდ ქირურგი და მედიკოსი. როდესაც მას გაუსკდა აპენდიქსი და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა, იმ პირობებში კი მსგავსი შემთხვევა, აპენდიქსის რუპტურა, ალბათ სრულ უმრავლესობაში გამოიწვევდა ფატალურ გამოსავალს. ამ ადამიანს რო არ მიეღო საკმაოდ მამაცი გადაწყვეტილება და თვითონ ჩაეტარებინა ეს ოპერაცია თავის თავზე. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მან ეს ყველაფერი ადგილობრივი ანესთეზიით გააკეთა. შეუბრალოდ გაიუტკივარა უშუალოდ ის წერტილი, მაკბურნეის წერტილი, სადაც ხდება უშუალოდ აპენდექტომიის დროს განაკვეთის გავლება და შეუდგა თავისივე მუცლის ღრუს შრეობრივად გახსნას. ამ ყველაფერს მან დაახლოებით 45 წუთი მოანდომა, რაც იმ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავზე აკეთებს ოპერაციას თან ადგილობრივი ანესთეზიით არის წარმოუდგენლად სწრაფი. დღესდღეობით რა თქმა უნდა ეს ოპერაცია 15 წუთს და 10 წუთს გრძელდება მხოლოდ. თუმცა ამ ისტორიაში ყველაზე დაუჯერებელი არის ის, რომ ეს ადამიანი ამ პროცედურას და ამ ყველაფერს გადაურჩა, გააგრძელა როგორც ქირურგმა მოღვაწეობა. ეს ისტორია კი შემოუნახა მსოფლიოს როგორც მამაცობის და გამბედაობის ერთ-ერთი მაგალითი. დღეისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი, ეს დიდი სტიმულია, იცით ალბათ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.